პირდაპირ კითხავთ, ქალბატონონა, დაარღვია თუ არა საქართველომ სასამართლოს გადაწყვეტილება და ევროპული კონვენცია? ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სადიკოვის შემთხვევაში დაირღვა ევროსასამართლოს მიერ მთავრობისთვის მიცემული მითითება 39 წესის შესაბამისად, რომ ის არ ექვემდებარებოდა გადაცემას აზერბაიჯანში. ეს იყო ძალიან ცალსახა მოთხოვნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანის გადაცემა იმ გარემოში, სადაც მას შეიძლება დამუქრებოდა საფრთხე და ეს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ეხებოდეს ორ მუხლს, ეს არის კონვენციის მეორე და მესამე მუხლები, რომელიც სიცოცხლის დაცვას და წამების და არახუმანური მომხრობისგან დაცვას გულისხმობს. ამიტომ უპირობოდ ეს არის ევროკონვენციის ევროსასამართლოს მითითების დარღვევა, რომელიც საქმის განხილვის გარკვეულ ეტაპზე ასევე ითარგმნება იმაში, რომ საქართველოს დაარღვია კონვენციის 34 მუხლი, რომელიც უკრძალავს სახელმწიფოებს რაიმე ისეთი დომის მიღებას, რომელმაც შეიძლება საფრთხეში დააყენოს მოსარჩელის ინტერესები და საქმის განხილვა ევროსასამართლოში. ეს არის უპირობოდ დარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რა ინტერპრეტაცია შეიძლება მისცეს მას ხელისუფლებამ და რა სიტყვების თამაშით შეიძლება ის თავი დაიცვას ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ქალბატონო, აქ სახელდებოდა დღესდღეიდან მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში რეჟიმს გულისხმობ, რომ იქ საქმე შეწყდა აზერბაიჯანში და ამიტომ თითქოს აღარ იყო რისკი, ეს რამდენად დამაჯერებელი არგუმენტია სამართლებრივად. დამაჯერებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმის თუ ნებისმიერ წარმოება არავითარ გარანტიას არ იძლევა, რომ ადამიანი იქნება დაცული ამ ტიპის რისკებისგან. მათ შორის ასევე არ გამოადგება რეჟიმს ის, რომ დროებით ღონისძიებაში მითითებული იყო ექსტრადიციის აღზრდა და არა დეპორტაცია, იმიტომ რომ ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე თანაბარი სტანდარტები ვრცელდება როგორც დეპორტაციაზე, ექსტრადიციაზე, ასევე ნებისმიერი სახით ადამიანის გაძევებაზე ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიიდან. ამიტომ ამ სიტყვის არ გამოყენება. ამ სიტყვებით манипуляция რეჟიმს ნამდვილად არ გამოადგება, იმიტომ რომ თავარი ამოცანა არის შინაარსი დროებითი ღონისძიების. დროებითი ღონისძიების შინაარსი კი გულისხმობდა იმას, რომ სადიგოს აზერბაიჯანში მოხვედრის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში საუბარი იყო ექსტრადიციაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ის დაემუქრებოდა კონვენციის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. კი ბატონო, ქალბატონო, აქ მინდა ვიკითხო, ეს ხომ არ არის ერთგვარი რეპეტიცია, თქვენი აზრით ან დასკვნით, არ ვიცი, სამომავლოდ როგორ მოიქცევა რეჟიმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს არაერთ მოქალაქეს აქვს საქმე წაღებული სტრასბურგში, ნახეთ მოგებული кейსების და ტენდენცია აჩვენებს, რომ ესე იგი ყველა მოქალაქე, რომლის უფლებაც აქ დაირღვა, რომ წავიდეს სტრასბურგში, ეს ძალიან ძვირი უჯდება რეჟიმს, ამიტომ ხო, არ ვიცი, რუსეთის პრაქტიკაზე ხომ არ იფიქრებს ამ მოცემულობით. იცით რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ იმას, რომ რეჟიმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის იმ საქმეებსაც, რომელსაც ის აგებს. 20 ივნის მაგალითად, ხო? ბატონო? მაგალითად 20 ივნისი იყო ამის შესანიშნავი მაგალითი. დიახ, იმ საქმეებს, რომელსაც ის აგებს, ასევე ასაღებს თავისი პროპაგანდისტული არხევებით როგორც გამარჯვებას. 20 ივნისის საქმე ცალსახად დამარცხებულია, მაგრამ სხვა საქმეებში, სადაც ხო, მაგრამ ამბობს, რომ გახარიას ახლა თვითონაც ასამართლებს, ანუ ხელები შეაწმინდა ყოფილ პრემიერს და მაშინ რომ ნომერ პირველ მენეჯერად მიაჩნდა და ახლა პასუხისმგებლობა გადააქვს თითქოს მხოლოდ გახარიაზე. ამაკაც კი იპოვა რაღაც პროპაგანდისტული ტყუილი, რომ დააჯეროს საზოგადოება, რომ მისი პასუხისმგებლობაში არ არის. ცხადია, ამას ჩვენ ვნახავთ, მე მithქვამს კიდევაც სხვადასხვა დროს, რომ ის გაქანება, რომლითაც ჩვენ უბსკულში მივექანებით და ეს არის უკანონობის და ავტორიტარიზმის უბსკული და ვართ კიდე, ასე ვთქვათ, საკმაოდ ღრმა ამ უბსკულში, ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ
ევროსასამართლო არ იქნება ის წინაღობა, რომელსაც მოქმედი რეჟიმი არ გადალახავს, თუ კი მას ეს დაჭირდება. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით, მათ მშვენივრად იცოდნენ და მე არ ვთვლი, რომ ეს ხალხი არის უცოდინარი. ესენი ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ რაღაც პერიოდში სადიგოვის საქმეზე დადგება ევროსასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილება, მაგრამ მათთვის ეს ასე ვთქვათ, წინაღობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან იციან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება დადგეს 2-3 წლის შემდეგ. მათთვის ამოცანა არის აი დღევანდელი საკითხებით გადაწყვეტა, დღევანდელ კონტექსტში მათ ეს სჭირდებოდათ. ჭირდებოდათ ცალსახად პოლიტიკური მოტივებით. მე მგონი დღეს არის დაგეგმილი, თუ არ ვწდები, თუ შედგა უკვე ვერ გეტყვით, არ მიმიდევნებია თვალყური აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი. ანუ ეს ყველაფერი უნდა აღვიქვათ ჩემი აზრით პოლიტიკური იზოლაციის კონტექსტში, რაშიც რეჟიმი იმყოფება, ამიტომ მისთვის ეს ხარკის გადახდა ამ ეტაპზე რაღაცისთვის იყო საჭირო. ამ ყველაფერს საერთო არაფერი არ აქვს არც საქართველოს ინტერესებთან, არც იმასთან, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ როგორც ხალხი და როგორც ერი, არც ჩვენს ტრადიციებთან, იმიტომ რომ ჩვენს ტრადიციებთან შეფარებული ადამიანის გაწირვა არ არის იდენტობის, ეროვნული იდენტობის ნაწილი. ამიტომ ამას არაფერი საერთო ჩვენს ტრადიციებთან და ეროვნულ ინტერესებთან არ აქვს. და უფრო მეტიც ეს უხეში დარღვევა ევროკონვენციის ევროსასამართლოს მითითების არის გამოწვევა კიდევ ერთხელ იმისი, რომ ჩვენ დასავლური კურსიდან ძალიან ღრმად ვაქვს გადახვეული. ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ შეთანხმებულ ქმედებას, იმიტომ რომ ამდენი შემთხვევითობა ის რაც აზერბაიჯანში მიმდინარეობდა სადიკოვის საქმესთან დაკავშირებით და რა გაგრძელებაც მას საქართველოში მოყვა, ამ შემთხვევითობის დაჯერება არის შეუძლებელი. თუ თან გვაქვს ჩვენ ავგან მუხტარლის შემთხვევა წინა, როცა ასე ღიად ეს ვერ გარისკა, მაშინ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით გაკეთება ამის, მაგრამ ის კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, პირველი საქმე იყო, რომელმაც აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, ან ყოველ შემთხვევაში აქაური ხელისუფლების ხონჩით მისმევის სურვილი მაინც ძალიან ცალსახა იყო, იმიტომ რომ აქ ვერ ვივარაუდებთ ალიევის სურვილებთან დაკავშირებით, შეიძლება ვივარაუდოთ, გადაჭრით ვერ ვთქვათ უბრალოდ, მაგრამ აქედან ინიციატივა და განხორციელება და შესრულება რომ სახეზე იყო, ეს ფაქტია. ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, არანაკლებ მძიმე არის მუხტარლის საქმე და აუცილებლად ალბათ, როდესაც ევროსასამართლოში ეს საქმე იქნება განხილული, ეს ორი საქმე აუცილებლად დაკავშირდება ერთმანეთს, იმიტომ რომ მუხტარლის გატაცება მოხდა პრაქტიკულად, ესე იგი ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, აი ეს ფორმალობაც არ დაიცვეს, რა ფორმალობაც ამ შემთხვევაში იყო დაცული. ამიტომ იქ თუ მუხტარლის საქმეში ევროსასამართლომ ვერ დაინახა ეს შეთანხმებულობა და ნამდვილად იქნა ეს ადამიანი გატაცებული, ეს თანამშრომლობა ნამდვილად ასე ვთქვათ დადგენადი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან კონტექსტის გათვალისწინებით ის როგორც დინამიკა, როგორც მიმდინარეობდა სადიგოვის საქმით განვითარება, ამ თანამშრომლობაზე აი აშკარად მიუთითებს. კი ბატონო, ანუ კიდევ ერთი საქმის მოგების შანსი აქვს სადიგოს ევროსასამართლოში. აბსოლუტურად მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ საქმეს ის მოიგებს და ვერავით არის манипулირება, კიდევ ერთხელ ვამბობ ამ სიტყვებით, რომ ეხებოდა ექსტრადიციას და არა დეპორტაციას, ეს არის უსაფუძვლო, ამაზე ევროსასამართლო ნამდვილად გეუბნებით, რომ არ გაითვალისწინებს, იმიტომ რომ არის საქმეები, პრეცედენტული საქმეები და რომელი ქვეყნის წინააღმდეგ თუ არა რუსეთის, სადაც სწორედ ესე მოხდა, რომ დროებით ღონისძიება, რომელიც ეხებოდა ექსტრადიციას, შესრულებული იყო გარკვეულ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ შემდეგ ეს ადამიანები გატაცებული აღმოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიიდან, აი რაღაც მუხტარლის ვერსია არის.
ვერსია არის ზუსტად, თუმცა ევროსასამართლომ ამ შემთხვევაშიც დაადგინა სტანდარტი, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ რა სტატუსით არის ადამიანის დროებითი ღონისძიება გამოცემული, ანუ ექსტრადიციას ეხება თუ დეპორტაციას, მთავარი არის დროებითი ღონისძიების შინაარსი. რა თქმა უნდა, რომ ეს კაცი იმ ქვეყანაში თუ დაბრუნდება, მას ემუქრება საფრთხე და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რა პროცედურით მოხდება, ამ შემთხვევაში არ ცვლის შინაარსს. აბსოლუტურად ეს არის სტანდარტი. ამიტომ სადიგოვის საქმე ნამდვილად მოიგებს ამ საქმეს ევროსასამართლოში. უბრალოდ საკითხი დგას იმაზე, რა მოუვა მას, მანამ სანამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმიტომ რომ ევროსასამართლოს ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბებზე. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა საქმე უკვე, ესე ვთქვათ, ორი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება ერთობლივად წარმოებული. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, არ ვიცი ბოლო ინფორმაცია რა არის, რომ თითქოს დაიკარგა რაღაც ეტაპზე და გამოჩნდა. დააკავეს და გაათავისუფლეს, დიახ. იქ რაღაც მოძრაობები შეინიშნება. მე ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ მისი საქმე აზერბაიჯანში დასრულებულია და რაც უნდა დრო გავიდეს მისი გადაცემიდან იმ საქმემდე რა დროსაც ანუ ერთი თვე, ორი თვე ამ დისტანციას საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ მისი ქმედებით იქნება ის რაც ესე ვთქვათ, რაც მოუვა სადიგოვს იქნება ეს ორი დღე, ორი კვირა, ორი თვე თუ ერთი წელი. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს ნამდვილად არ აცდება იმ ბედზე, რასაც სადიგოვი ახლა ესე ვთქვათ აზერბაიჯანში გაივლის. ანუ უბრალოდ ძალიან ძნელი არის ამის მიღება როგორც ადამიანს, როგორც იურის, ანუ ეს არაფრით არ იხსნება არც ერთი პარამეტრით. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი ერისთვის აი უდიდესი სირცხვილი და ამ მორალურ პასუხისმგებლობას ნამდვილად ჩვენ ყველა სათითაოდ ჩვენგანი უნდა გრძნობდეთ. ნამდვილად. ადამიანების ბედით ვაჭრობა, რაში ცვლის ადამიანებს ივანიშვილის რეჟიმი, ამას ალბათ დავინახავთ საბოლოო ჯამში. დავინახავთ აუცილებლად და უბრალოდ სამწუხარო რეალობა არის, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც შეფარებულ მეგობრებს და ეს ადამიანი იყო ნამდვილად საქართველოს დემოკრატიის მეგობარი. ჩვენ ესე აი მზაკრულად უბრალოდ ავდექით და გადავეცით და ხალხს რომელიც ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, არავითარი რესურსი არ აქვს იმისი, რომ მას აღდგომოდა. ეს იყო ეს ხელისუფლება რეჟიმი ნამდვილად ვერ იტანს იმ ადამიანებს, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. იქნებიან ეს ქართველები თუ უცხოელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ვისარგებლებს ყოფაშორის შემთხვევით და გამოვეხმაურები ასევე ფრანგი ჟურნალისტის საქმეს, რომელიც როგორც მივხვდი საქართველოში არ შემოუშვეს და რაღაც პროცედურებთან დაკავშირებით არ გაუგრძელეს მას ბინადრობის უფლება. ერთადერთი მოტივით, რომ ის როგორც ჩანს აშუქებდა პოლიტიკურ დემონსტრაციებს და მინდა შევახსენო საქართველოს მოსახლეობას, რომ ათობით და თუ არა ათასობით ქართველი სარგებლობს საფრანგეთში უფასო ჯანდაცვით და იმ მომსახურებით, რასაც რეჟიმი უნდა უწოდეს თავის მოქალაქეებს. ანუ ერთის მხრივ საფრანგეთი გახდა თავშესაფარი უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლით გადასარჩენად და მეორეს მხრივ ერთი ადამიანი, თურმე ერთი ჟურნალისტი არის პრობლემა და უსაფრთხოების პრობლემა, რომ საქართველოში იცხოვროს. ანუ აქაც კი ჩვენი სოლიდარობა ნამდვილად არ ჩანს ამ ადამიანების საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილისთვის როგორც ჩანს საფრთხე იყო აქ ფრანგი ჟურნალისტი. დიდი მადლობა რომ იყავ. დიახ, ამის დამატება ხომ არ გსურთ, ბალტონო? არაფერი, ანუ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არ დასრულდება. დიახ. რესურსი კიდე არის თუდად მოქცევის, უბრალოდ მე არ ვიცი კიდე რა შეიძლება მოგვივიდეს, როგორც ხალხს, როგორც ერთს რომ გამოვხიზლდეთ ისე როგორც შეგვეფერება, ისე როგორც ჩვენს წარსულს შეეფერება.